რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და ეთერშია გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. სტუდიაში თეიკო ანჯაფარიძე ვიწყებ მუშაობას. მიმდინარე კვირას საზოგადოების ყურადღება მიიქცია ერთ-ერთი საგანმანათლებლო კვლევის შედეგებმა. საუბარი მაქვს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაზე. სწორედ მის შედეგებზე და ზოგადად საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრებს დღეს ჩვენი სტუმარი ნინო რევიშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი. ქალბატონო ნინო, როგორ შეაფასებთ შედეგებს? მოგესალმებით. აღნიშნული კვლევა 2015 წელს მესამედ ჩატარდა საქართველოში. თავიდან პირველად ჩატარდა 2007 წელს, ხოლო შემდეგ განმეორებით ეს კვლევა ჩატარდა 2011 წელს და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 2015 წელს წინა წლებთან შედარებით ქართველმა მოსწავლეებმა მიღწევები გააუმჯობესეს როგორც მათემატიკაში, ასევე ბუნებისმეტყველებაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კვლევა ტარდება მე-4 და მე-8 კლასებში, შესაბამისად ორივე საფეხურზე შესამჩნევი არის ეს გაუმჯობესება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ის ტრადიცია, რაც ადრეც გამოვლინდა რეიტინგის ლიდერებთან დაკავშირებით, არ შეცვლილა. რეიტინგის სიას კვლავ ლიდერობენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ეს არის სინგაპური, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი და იაპონია. ქალბატონო ნინო 2007 წელს ჩაერთო საქართველო ამ კვლევაში, თუმცა 2011 წელს ჩატარდა ის განმეორებით, წელს მესამედ ტარდება. თქვენ აღნიშნეთ, რომ ზოგადად შეინიშნება გაუმჯობესება. საუბარია ორივე საფეხურზე, მე-4 და მე-8 კლასშიც და ასევე მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მიმართულებითაც, მათემატიკის. დიახ, 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით და 2015 წლის ჩათვლით საქართველოში ეს გაუმჯობესება არის მდგრადი და პროგრესირებადი. მართალია უნდა აღვნიშნოთ, რომ გაუმჯობესება არ არის ისეთი სწრაფი და ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო იყოს, თუმცა ეს გაუმჯობესება ორივე საფეხურზე, ორივე მიმართულებით შეიმჩნევა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი და სამუშაო განათლების პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც სამწუხაროდ ქართულ მოსწავლეთა შედეგები ჯერ კიდევ ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოს. საერთაშორისო მაჩვენებელს. რამდენი სკოლა იყო ჩართული 2015 წელს ამ კვლევაში და კვლევის მეთოდოლოგიაზე რომ მივაწოდოთ ჩვენ მსმენელებს ინფორმაცია? 2015 წელს საქართველოდან ჩართული იყო 153 სკოლა, ეს მოიცავდა დაახლოებით 9000-ზე მეტ მოსწავლეს. შესაბამისად ის იყო ძალიან მასშტაბური კვლევა. რაც შეეხება კვლევის მეთოდოლოგიას, ეს გახლავთ ძალიან ისეთი სიღრმისეული კვლევა. გარდა მიღწევის ტესტისა, ბუნებრივია მოსწავლეების მიღწევები ფასდება როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე მათემატიკაში, მე-4 და მე-8 კლასებში. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევა მოიცავს რამდენიმე კითხვარის ადმინისტრირებას. ანუ არის ძალიან დეტალური კითხვარი როგორც სკოლის მოსწავლისათვის, ასევე მოსწავლის მშობლისათვის. მინიმუმ ერთი მშობელი ავსებს ამ კითხვარს. გარდა ამისა, კითხვარს ავსებს სკოლის დირექტორი ან მისი მოადგილე და მასწავლებელი მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ იმის დადგენა, თუ რა მიღწევები აქვთ მოსწავლეებს, არამედ იმ კონცეპტუალური ფაქტორების კვლევა რა ახდენს გავლენას სწავლისა და სწავლების ხარისხზე, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად გლობალურად. შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ვნახოთ რა არის ის წარმატების მაგალითები, რა გზა გაიარეს იმ წარმატებულმა ქვეყნებმა, რომლებიც თქვათ დღეს ამ რეიტინგულ სიას ლიდერობენ და რა შეიძლება, რისი რეპლიკაცია შეიძლება, რისი გამეორება შეიძლება საქართველოში ამის კვლევის და ამის ანალიზის საშუალებას გვაძლევს აღნიშნული კვლევა.
თქვენ აღნიშნეთ, რომ მშობლებმა, პედაგოგებმა, ასევე სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო მონაწილეობა ამ კვლევაში. რა ტიპის კითხვებზე მოუწიათ მათ, რა ტიპის კითხვების შევსება, რა ტიპის კითხვებზე პასუხების გაცემა და გარდა ამისა, რამდენად იყვნენ აქტიურად მშობლები ჩართულები აი ამ პროცესში? აღნიშნული კითხვარი არის, როგორც უკვე ვახსენე, არის ძალიან დეტალური. ეს იკვლევს როგორც სკოლის კლიმატს, სკოლის რესურსებს, მასწავლებლების მზაობას, სკოლის მზაობას, მოსწავლეთა мотивაციას, ასევე გარკვეულ სტერეოტიპებს მოსწავლეთა მიღწევებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორ ხედავენ მშობლები მათი შვილების შესაძლებლობებს, არის თუ არა მაგალითად განსხვავება გენდერული ნიშნით, იმიტომ რომ სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევაში შესამჩნევი არის ის, რომ თქვათ გოგონების მიმართ უფრო ნაკლები მოლოდინი აქვს თვით მშობლებსაც კი და ასევე მასწავლებლებსაც. მსგავს ფაქტორებს აქცევს ყურადღება აღნიშნული კითხვარი. ამ ფაქტორების გავლენას იკვლევენ სხვადასხვა მიმართულებით, სწორედ ამიტომ კითხვარი არა მხოლოდ მშობლის ან მოსწავლის პერსპექტივით არის მნიშვნელოვანი დავინახოთ რა საჭიროებები არის სკოლის წინაშე, არამედ დავინახოთ იგივე მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის პერსპექტივიდანაც, იმისათვის რომ უფრო კომპლექსურად მოხდეს აღნიშნული კონცეპტუალური ფაქტორების კვლევა. ქალბატონო ნინო, ამ კვლევის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ ჩვენ მსმენელებს, რამდენი ქვეყანა არის ჩართული, რა არის მისი მთავარი მიზანი? როგორც უკვე ვახსენე, დაახლოებით 50-მდე ქვეყანა არის ჩართული ამ კვლევაში. მნიშვნელოვანი არის ის, როგორც აღნიშნეთ, ორი მიმართულებით ტარდება, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, მეოთხე და მერვე კლასში. საქართველოს ჩართულია ორივე საფეხურზე, თუმცა ქვეყნებს აქვს იმის არჩევანი, რომ აირჩიონ ან მხოლოდ მეოთხე კლასში ამ ტესტის ადმინისტრირება, კვლევის ადმინისტრირება, ან მხოლოდ მერვე კლასში. შესაბამისად, მუდმივად ცვალებადი არის ქვეყნების რაოდენობა, თუმცა ეს საშუალოდ 50 ქვეყანა არის. შესაბამისად, გვაქვს ძალიან ესეთი დიდი ინფორმაცია და სასარგებლო ინფორმაცია, რომ დავინახოთ გლობალური სურათი, არა მხოლოდ ის თუ სად ვდგავართ ჩვენ ამ გლობალურ სურათში და რამდენად ბევრი მუშაობა გვჭირდება იმისათვის, რომ უფრო მოწინავე ადგილი დავიჭიროთ, არამედ თვითონ კვლევის მნიშვნელობა არის ღირებული იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება, რა მაგალითების გამეორება შეიძლება, განათლების პოლიტიკაში რა ცვლილებების განხორციელება შეიძლება იმისათვის, რომ ჩვენ სწორედ იმ მოწინავე და ლიდერ ქვეყნებს დავემსგავსოთ რაღაც გარკვეული ასპექტით მაინც. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევის TIMSS 2015 შედეგები. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ ეთერშია გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. ჩვენი სტუმარი არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო რევიშვილი და ვსაუბრობთ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე. ქალბატონო ნინო, ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში დეტალურად ვისაუბრეთ TIMSS შედეგებზე. საქართველოს ჩაერთო 2007 წელს პირველად. ვისი ხელშეწყობით ტარდება ეს კვლევა და რომელი საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელშეწყობით? 2007 და 2011 წელს ამ კვლევას ახორციელებდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მხარდაჭერით. ამ პერიოდში ჩვენ არ ყავდა გარკვეული ესეთი საერთაშორისო დონორი, ვინც დახმარებას გაგვიწევდა ამ კვლევის დაფინანსებაში, თუმცა 2015 წლიდან შესაძლებელი გახდა ამ კვლევის დაფინანსება 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაციის და 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს მხარდაჭერით, რისთვისაც მათ მადლობას მოვახსენებ და მნიშვნელოვანია, რომ ამ დონორების მხარდაჭერა გვექნება 2019 წელსაც. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საერთაშორისო კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და აღნიშნული ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ კიდევ ერთხელ ჩავერთოთ აღნიშნულ კვლევაში და შესაბამისად ეს იქნება უკვე TIMSS მეოთხე კვლევა საქართველოში, რაც უფრო სრულ წარმოდგენას და უფრო სრულ სურათს შეგვიქმნის რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ მათ
მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლისა და სწავლების მიმართულებით და აღნიშნულ კვლევასაც 2019 წელსაც ამ კვლევას დააფინანსებს 1000 ლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს და 1000 ლეულის გამოწვევის კორპორაცია. ჩვენ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში ძირითად შედეგებზე, მაგრამ საინტერესო არის ძირითადი მიგნებები და შეიძლება თუ არა ეს კვლევის შედეგები, ის რეკომენდაციები, რომელსაც მიიღებს კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქართველოს, გახდეს ერთგვარი სტრატეგია. დიახ, მოგახსენებთ, მნიშვნელოვანია რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდა TIMSS-ის საერთაშორისო რეილიზი, რის მიხედვითაც ჩვენ ვიცით ვთქვათ, რომელ ადგილზე დგას საქართველოს და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, ის საკითხები, რაც უნდა რისი ანალიზით ჩვენ საშუალებას მოგცემს გავაუმჯობესოთ ამ საგნების სწავლება ქართულ სკოლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ანგარიშის გამოცხადების შემდეგ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს მუშაობას TIMSS-ის ეროვნულ ანგარიშზე. აქ უკვე დეტალურად მოხდება იმ ფაქტორების ანალიზი, რამაც გავლენა იქონია საქართველოში ქართველი მოსწავლეების მიღწევებზე და სწავლასწავლების პროცესზე. ეს ანგარიში რამდენიმე თვეში იქნება უკვე ხელმისაწვდომი, რამდენადაც საკმაოდ ისეთი შრომატევადი სამუშაო არის ამ ანგარიშის ეროვნული ანგარიშის მომზადება. მანამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ტენდენციების რაღაც გარკვეული ტენდენციებზე გარკვეული დასკვნების გააკეთა უკვე საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციამ და ბოსტონ კოლეჯმა, ეს ის ორგანიზაციები გახლავთ, ვინც ადმინისტრირებას უწევს ამ კვლევების ჩატარებას. ამ მიმართულებით გარკვეული დასკვნები უკვე გააკეთეს, მაგალითად ერთ-ერთი მიგნება ის არის, რომ გენდერული ნიშნით მოსწავლეთა მიღწევებს შორის სხვაობა მცირდება მსოფლიოში. მაგალითად 95 წელს, როდესაც პირველად ჩატარდა TIMSS-ი, თუ განსაკუთრებით დიდი იყო განსხვავება ბიჭებისა და გოგოების მიღწევებს შორის, ბიჭები უფრო ლიდერობდნენ და გოგონები ოდნავ ჩამორჩებოდნენ ბიჭებს. დღეს ეს განსხვავება ნელა მცირდება. აქ უნდა აღნიშნოთ, რომ გარკვეული განსხვავებული შემთხვევა გვაქვს საქართველოში 2007-11 და 15 წლებში სამეო კვლევაში გოგონები ლიდერობდნენ. შეიძლება ეს რაღაც განსაკუთრებულად დიდი განსხვავება არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამივე კვლევაში გოგონებმა აჩვენეს უკეთესი შედეგი ვიდრე ბიჭებმა. გარდა ამისა, ზოგადად მთელ მსოფლიოში ამ კვლევის ფარგლებში 20 წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მონაწილე ქვეყნებში სასწავლო გარემო უფრო უსაფრთხო ხდება, რაც ბუნებრივია, გაცილებული ძალიან ისეთი პოზიტიური ცვლილება არის და ასევე ვთქვათ, არის ასეთი დაკვირვება, რომ მეოთხე კლასელებს ზოგადად ამ კვლევის ფარგლებში დაკვირდნენ, რომ მეოთხე კლასელებს უფრო მოსწონთ მათემატიკა ვიდრე მერვე კლასელებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რადგან ვთქვათ, იმის ბუნებრივია, რომ მოსწავლეს რაც უფრო მოსწონს საგანი, მით უფრო კარგად სწავლობს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მეოთხე კლასის შემდეგ მერვე კლასში ბავშვები გარკვეულწილად კარგავენ მოტივაციას, რომ ეს საგნები ისწავლონ, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლონ. უნდა დაგვაფიქროს ამ ტენდენციამ და უნდა ვიფიქროთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოტივაცია ბავშვებმა არ დაკარგონ უფრო მაღალ საფეხურებზე, სწავლების მაღალ საფეხურებზე. ეს არის ზოგადი სურათი და ყველა ქვეყნის შედეგმა გამოკვეთა. ბუნებრივია, ეს არის ზოგადი შედეგი, როგორც მე უკვე ვახსენე, კონკრეტულად ქართული რეალობის და საქართველოს სკოლების მაგალითებს ჩვენ უკვე განვიხილავთ ეროვნულ ანგარიშში, რომელიც რამდენიმე თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. და ბოლო კითხვა საკმაოდ დატვირთული წელი იყო 2016 ამ მიმართულებით. უნდა ველოდოთ თუ არა სხვა კვლევის შედეგებსაც ამ წელს. დიახ, გარდა TIMSS-ისა, საქართველოს მონაწილეობს რამდენიმე სხვა საერთაშორისო კვლევაში. ერთ-ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA. PISA-ს შედეგები წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო შედეგები წლის ბოლოსთვის გამოქვეყნდება და იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. ანალოგიურად PISA-ს ეროვნული ანგარიშიც მომზადდება რამდენიმე თვეში და ჩვენ ამ შედეგებსაც გავავრცელებთ საზოგადოებაში. აქვე მინდა აღნიშნო, რომ გარდა საერთაშორისო კვლევებისა, რომელსაც გვიფინანსებს ჩვენი დონორი, 1000 ლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს და 1000 ლეულის გამოწვევის კორპორაცია, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს სახელმწიფო შეფასებებსაც. შესაბამისად, ამ კვლევების ანგარიშები ძალიან ინფორმატიულია, იმიტომ რომ ერთის მხრივ საინტერესოა რა ხდება, როგორია
რთულია გლობალური სურათი და სად არის საქართველო ამ გლობალურ სურათში, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცოტა უფრო სიღრმისეული კვლევა იმ პრობლემების და იმ ტენდენციების, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო შეფასებების ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნინო, შევახსენებ ჩვენს მსმენელებს, რომ გადაცემის სტუმარი იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნინო რევიშვილი. ჩვენი გადაცემა დასრულებულია, გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და იმედიან კვირას გისურვებთ. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.